გამარჯობა, ჩვენ მივდივართ პერფორმანს გრუპის რეპეტიციაზე. ერთად გავისნათ ისინი. ჩვენმა თეატრმა სავარაუდოდ ესე 6 თვეა რაც ფუნქციონირებს პერფორმანს გრუპის სახელით რა და რაღაც პროექტების სახით დავიწყეთ უკვე მოისა ფუნქციონირება. ძირითადად ეს არის რაღაც აი შეკვეთებზე მუშაობა ჯერჯერობით, მაგრამ სტილი როგორც ისე რა ეს არის მიმოდრამის სტილი რა. ეს მიმოდრამის სტილი არ არის დაუშვათ აი სუფთა პანტომიმა, არ არის სუფთა ევროპული სტილი როგორც ესე, იმიტომ რომ აი გამოვირჩევით იმითი რომ აქ არის ესე ცხოვრებისეული ელემენტები დამატებული მოძრაობა რა და ეს ყველაფერი სიტყვის გარეშე, რაც მთავარია. რაღაც სტუდენტური დღეები იყო, რაღაც არ ვიცი, სწავლის დასაწყისი, რაღაც გაკეთება გვინდოდა. შეიკრიბა რაღაც გარკვეული ჯგუფი და რა ვიცი, რაღაც მეც მოვხდი ამ ჯგუფში. მე მანამდე მოვაწევრდი პანტომიმის თეატრში. რა ვიცი, თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდი რა, ტერენტი გრანელი, სტუმარ მასპინძელი, სამყარო. აი კიდე რა ძალიან ბევრი სპექტაკლი იდგმება და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლები იყო. რა რაღაც მოხდა ისე რომ მე წამოვედი იქიდან. დღეს ამ ახალ ჯგუფთან ვარ და რაღაცას წვალობთ და რა გამოგვიღო მე ბოლოს ნახავთ. ეს პანტომიმა ცოტა სპეციფიურია და აი როდის გადაწყვიტე, რატო გადაწყვიტე საერთოდ? უი, პანტომიმა მე გადავწყვიტე ალბათ 12 წლის ვიყავი, მაშინ საბავშვო პანტომიმის თეატრი იყო ახმეტელის თეატრში, მაშინ ჯერ ახმეტელის თეატრი იმ ადგილას არ არსებობდა, სადაც დღეს არის, იყო სადღაც. მე რა ვიცი, გადავწყვიტე რაღაც უბრალოდ ჩემო მეგობარმა გოგომ გადამაწყვეტინა, რომ აი გაინტერესებს და რაღაცა და მიდი იქნებ სცადა და რა მე ჩავაბარე თეატრალურში და რავი მიყვარდა ბავშვობიდან და პრინციპში დრამაში ჯერ ვერც წარმომიდგენია თავი. მე მოვედი აქ ეხა ახალი მოსული ვარ, მოვედი გახლობ 3 კვირის წინ. დიდი კომო მოყვანა დიდი თემერი ამ თეატრის სახეობა.
და მე როსაც აკეთებ მე უყურებ ხოლმე და ვესები რომ ისე გავაკეთო. ბევრი რაღაცა ვისწავლებ. უკვე და არ შეიძლება მალე სპექტაკლში სამსო. რეპეტიციას ვიწყებთ იქედან რომ ყველა სხეულის ნაწილი უნდა გახურდეს. ეს დიაგონალი თქვენ რაც ნახეთ ის იყო რომ თითეული სხეულის ნაწილი დაჭიმული, დაძაბული და თან სასიამოვნოდ ხურდება. ანუ ისე არ უწყებთ რეპეტიციას და ისე არ ვახურებთ სხეულს, რომ რაღაცა პირდაპირ ეგრე ვარჯიშით და ფსიქოლოგიურად მაინც სხვანაირი დატვირთვა აქვს. ყველა სხეულის ნაწილი რომ ხურდება, თან სასიამოვნო პროცესია, თან სხეულის ნაწილები ხურდება, შემდეგ გადავდივართ ტრენაჟზე, რაც თქვენ ნახეთ, რომ ფიზიკური დატვირთვა რაც არის. მე უფრო გადავდივართ შემოქმედებით მხარეზე რა, ანუ იმპროვიზებულად ვაკეთებთ ყველაფერს რა, ანუ შესიხორცებული გვაქვს ერთმანეთის მოძრაობები, ანუ მოძრაობებით მეტყველებთ რა და არა ტექსტით. არ გჭირდება რომ შენ ესე გააკეთე, შენ ესე გააკეთე რა, ანუ სხეული თვითონ გაძლევს მიმართულებას რა. და გადავდივართ შემოქმედებით მხარეზე, რომელიც ნახეთ ახლა რაღაცა იმპროვიზირებული ვარიანტები გავაკეთეთ და რაღაც სასიამოვნო საყურებელია და აქედან ნელ-ნელა მე დგება ეს არის საწყისი ჩონჩხი რა, რასაც ქვია რა. ანუ მთლიანი ვარჯიში, მთლიანი ეს დიაგონალის სტილი, სხეულის გახურება, ეს თითოეული ნაწილები მე რო აუჩეხოთ, აქედან გამომდინარე იდგმება მე სპექტაკლი რა და მივიდივართ საბოლოო იმ წარმოდგენა იქნება თუ შოუ იქნება იმ დადგმამდე რა და აი ეს ყველაფერი ამას ვკრავთ და საერთო ჯამში გამოდის რომ იმპროვიზებულად ვაკეთებთ ყველაფერს რა. უბრალოდ მე გვეხმარება ეს ცალკეული რაღაცა კონკრეტული რაღაცების დადგენაში, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის სხეულს სწავლობთ, ერთმანეთის მოძრაობებს სწავლობთ, ერთმანეთის აზურს სწავლობთ, მდგომარეობას ფიზიკურს, შეხება იქნება თუ აი ეს ყველაფერი რაც ფიზიკურთან არის დაკავშირებული, ამ ყველაფერს ერთმანეთში აი ესეთი რეპეტიციები ვსწავლობთ.